მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დიდი 10-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი მე-18 ტურის მატჩი სულ რამდენიმე წუთში აიღებს სტარტს. საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებაში სტეფანწმინდის ყაზბეგი ქუთაისის არეს დაუპირისპირდება. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა და ვისარგებლებ შემთხვევით და სანამ მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე, გაგაცნობთ გუნდების ძირითად შემადგენლობას. სტუმარი გუნდით დავიწყოთ. ქუთაისის არესი, შერკინების პირველ ხაზში პირველი ნომრით ნიკა სირაძე, 2 ბექა მამრიკიშვილი, 3 რეზი ბაკურაძე, მეორე ხაზში 4 ნომრით მურთას ცხადაძე, 5 იაგო ხილაძე, მესამე ხაზი 6 ნომერი პიტა იავი მაი, 7 ბექა ვარდანიძე გუნდის კაპიტანი, 8 არსენ მაჩალაძე. ნახევარდაცვაში 9 და 10 ნომრით გუგა მარგველაშვილი და გიორგი თევდორაძე შეუწყვილდებიან ერთმანეთს, 11 ჯოსევანი ნდრავა, 12 ზურაძნელაძე, 13 პატენციო ფინაუ, 14 ნიკა ძნელაძე, 15 ნომრით ფულბეკის პოზიციაზე ცოტნე კვესელავა ითამაშებს, გუნდის მწვრთნელი კი სერგო ფრუიძე გახლავთ. რაც შეეხება სტეფანწმინდის ყაზბეგს, შერკინების პირველ ხაზში პირველი ნომრით გიორგი ზაგაშვილი, 2 გელა მახარაშვილი, 3 დათო ლაზვიაშვილი, მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი 4 ნომერი ლუკა ჩხარეული, 5 გიგა ჯულუხაძე, მესამე ხაზი 6 ნომრით იაგო გელაძე ითამაშებს, 7 აჩი აბესაძე, შერკინების შემკროლად 8 ნომრით რატი ჟორჟოლიანი. ნახევარდაცვაში 9 და 10 ნომრით გიორგი მარგალიტაძე და დავით მოწყვრიშვილი შეუწყვილდებიან ერთმანეთს, 11 ონისე ბაზალი, 12 ლაშა ძნელაძე, 13 ლუკა ალიბეგაშვილი, 14 ნიკა ბაგაშვილი, 15 დავით იმნაძე. გუნდის მწვრთნელი მიშა სუჯაშვილი გახლავთ. აქვე მოგახსენებთ მატჩის ოფიციალური პირების შესახებაც. დღევანდელ შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში საბა აბულაშვილი გაუძღვება, კიდიდან მას გიგი ირემაშვილი და მარიამ გოგუაძე დაეხმარებიან. მოგახსენეთ უკვე რომ პრინციპული დაპირისპირება არის მე-18 ტურის. ყაზბეგი მოდი ვთქვათ რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არის დამოკიდებული იმისათვის რომ ყაზბეგმა შეინარჩუნოს დიდ 10-ში ადგილი, აუცილებლად ესაჭიროება დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება. ასევე განსხვავებული მიზნებით იბრძვის ქუთაისის არესი, რომელიც ამ მოცემულობით ამ დროისთვის იმყოფება მეორე ადგილზე, გუნდს აქვს დაგროვებული 60 ქულა და აქვს შანსი რომ გადაინაცვლოს პირველ ადგილზე, გადაასროს კიდევ ერთ ქუთაისურ გუნდს აიას, თუმცა ასევე მესამე ადგილზე მყოფ ბათუმსაც 58 ქულა აქვს და ცხრილის ზედანაწილშიც საკმაოდ დაძაბული ვითარება არის, ასე რომ ორივე გუნდისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი მატჩია და იმედი ვიქონიოთ რომ ეს სატურნირო დაძაბულობა არ დაასვამს დახს და მატჩის სანახაობრიობაზე არ იმოქმედებს ნეგატიურად. ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი მატჩის დაწყებამდე და ძალიან მალე უკვე ველოდებით რომ მოთამაშეები გამოვლენ მოედანზე. ხედავთ უკვე რომ გამოდიან მოთამაშეები მოედანზე და ძალიან მალე დაიწყება მე-18 ტურის შეხვედრა. გაისმო თავარი არბიტრის სასტვენიც, დაიწყო დღევანდელი შეხვედრა. დაკიდეს მეორე ზონაში საბრძოლო ბურთი. და სტუმრებისგანაც ფეხის დარტყმა პასუხად შეცდომოთი თამაშის ამ ჰაერში პირველ ბურთზე დამაჯერებლად.
მარგალიტაძემ გადააწოდა იქვე მდგომა ბესაძეს. ხელდახელ ჩაათამაშეს მოწყვრიშვილმა მოძებნა იქვე მყოფი მორკინალი. საბოლოოდ ფეხით გადაიტანეს სტეფანწმინდელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე. აქ ადგილზე არის ჯოსევანი ნდრავა. ერთი პასით ანაგუნდელს და არესიც ფეხის დარტყმას უბრუნებს. გადავიდა ბურთი კიდეზე. მოდნის ცენტრთან იქნება დერეფანი. ემზადება დერეფანი მოსაწყობად. გელა მახარაშვილი მოაწვდის ბურთს. პირველი მემხტომელზე მარტივად ორი ხელით მოიპოვეს ყაზბეგელებმა და საბოლოოდ ფეხით მაღალი დაკიდებული საბრძოლო ბურთი ვნახოთ მის დარჩება გამარჯვება ამ ბურთზე. საბოლოოდ შეინარჩუნეს სტეფანწმინდელებმა ბურთი მარგალიტაძემ გამოიტანა ხელდახელ ჩათამაშებული ბურთი წაიღო მახარაშვილმა თავად შეუტია შებოჭეს მახარაშვილი. იქვე იყო გელაძე რომელსაც გამოართვა თანაგუნდელს ბურთი. კიდევ ერთი მიძალება სტეფანწმინდელების. კარგი დაცვა არესის მხრიდან. საბოლოოდ უბრუნდება ჯარიმის უპირატესობა ყაზბეგს. პრაგმატული გადაწყვეტილება სტეფანწმინდელებისგან დავით იმნაძე შეეცდება ამ ბურთის ძელებს შორის გატანას და დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშის გახსნას დაველოდოთ მის დარტყმას. იმნაძის დარტყმა ზუსტია 3-0 იხსნება ანგარიში დაწინაურდნენ სტეფანწმინდელები. შეიყვანა ბურთი თამაში არესმა მესამე ზონაში დაკიდებული ბურთი პირველივე ბურთზე უშეცდომოდ ითამაშა. სტეფანწმინდელმა მოთამაშემ და საბოლოოდ ფეხის დარტყმით გამოვიდნენ საკუთარი 22-დან. არესის დერეფანი მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან წვეტილთან მოაწვდიან სტუმრებელ ბურთს. შეიკრა მოლი მისცეს ბიძგი არესელებმა. დიდი აუგზაური საბოლოოდ გადავიდა თამაში მიწაზე, თუმცა როგორც ჩანს წესების დარღვევით დაჯარიმდა ყაზბეგი. ადგილზე იყო იქვე იმყოფებოდა საბა აბულაშვილი, არ გასჭირვებია ეპიზოდში გარკვევა. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტუმრები. არესი ითამაშებს ლელოზე, როგორც ჩანს, კიდეს უმიზნებენ.
კარგი დარტყმას გამოუვიდა თევდორაძეს, მეტოქის 22 მეტრიანში შევიდა არესი 5 მეტრიანთან იქნება ახლა სტუმარი გუნდის საკმაოდ სახიფათო დერეფანი. დაახლოებით 7 მეტრი მეტოქის ლელოს მოედნამდე. ემზადება მამრიკიშვილი ბურთის მოსაწოდებლად მოაწოდა არადამაჯერებელი თამაში ქუთაისელების საბოლოოდ მოუხდათ საკმაოდ დიდი მანძილით უკან დახევა, შემდეგ უკვე მარგალიტაძემ ვერ ამოარტყა ბურთს ფეხი, მაგრამ თავადვე შეინარჩუნა. მეტოქის ნახევარზე ყაზბეგელთა შეტევა ვითარდება, ხელდახელ ჩაათამაშეს გელაძემ, მოძებნა იქვე მდგომი თანაგუნდელი აკრიფა საბოლოოდ სიჩქარე მოძღვრიშვილმა. სწრაფად გაასუფთავეს რაკი ყაზბეგელებმა, მოძღვრიშვილი გამოიტანა თავადვე და დაარტყმევინა იქვე მყოფ ჯულუხაძეს. საბოლოოდ მორიგი წესების დარღვევა ამ ვითარებაშიც კარგად დაიცვა თავი არესმა. თევდორაძის მორიგი დარტყმა გადაიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე. კიდევ ერთი დერეფანი ექნება ამ შემთხვევაში მეტოქის ნახევარზე ქუთაისის არეს. მამრიკიშვილი მოაწოდა ბოლომხტომელზე, ამჯერად ორი ხელით დამაჯერებლად მოიგო ბურთი ვარდანიძემ, გუნდის კაპიტანმა და მძლავრი მოლით შეკრეს ქუთაისელებმა. აკონტროლებს ბურთს მამრიკიშვილი, მოინაცვლა ღერძი, მოეხსნა საბოლოოდ იავიმაი, არაზუსტი ამოხდება და ჩაუვარდა ბურთი პირდაპირ მარგალიტაძეს ხელებში, დატოვა ბურთმა მოედანი. კიდევ ერთი მცდელობა ქუთაისის არეს, მეტოქის 22 მეტრიანის მისადგომებთან იქნება მათი დერეფანი. კვლავ ბოლომხტომელზე მოწოდებული ბურთი, ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა არესის კაპიტანმა, ორი ხელით მარტივად მოიგო ეს ბურთი და შემდეგ უკვე ფეხით საპირისპირო ფრთაზე შეცურებული ბურთი. ამჯერად უკვე ყაზბეგის დერეფანს ვიხილავთ საკუთარ 22 მეტრიანში, გელა მახარაშვილი მოაწვის ბურთს დერეფანში. მოიგო ორი ხელით იაგო გელაძემ, სწრაფად გაათამაშეს სტეფან წმინდელებმა, მოკლე დარტყმა მორკინალებით აჩი აბესაძემ შეუტია. დააგრძელა მარგალიტაძემ რაკი და ფეხის ძლიერი დარტყმით გამოვა საკუთარი 22-დან. დარჩა ბურთი მოედანში, ჩაუვარდა პირდაპირ ძნელაძეს ხელში, ორმაგი ბოჭვა მიიღო ძნელაძემ, თუმცა შეინარჩუნა ბურთი. ნახოთ როგორ განვითარდება ქუთაისელთა შეტევა, აქ კარგი ცრუ მოძრაობები იყო ზურა ძნელაძის. მარგველაშვილი გამოიტანა ბურთი ფრთაზე, მოძებნეს ნიკა ძნელაძე, რომელმაც აკრიფა სისწრაფე, კარგადაც იარა და მიუახლოვდა მეტოქის 22 მეტრიანს. რაკის გასუფთავებაზე კვლავ დამაჯერებლები იყვნენ ქუთაისელები, შემდეგ უკვე რეზი ბაკურაძემ შეუტია გადაკვეთა მანაც უპირატესობის ხაზი. ფეხით სარიელ ზონაში გადაკიდებული ბურთი ნაუძლიერი მოუვიდა დარტყმა ამ შემთხვევაში ქუთაისელ მოთამაშეს, მისცა ბურთს მოედნის დატოვების საშუალება მოძღვრიშვილმა.
დავით იმნაძემ შეიყვანს ბურთს თამაში. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიპოვეს არესელებმა და დაკიდეს ფეხით მაღალი საბრძოლო ბურთი არის მიყოლა, თუმცა ვერ შეძლო თუ არ ვწდები ჯოსევანი დრავა გახდათ ამ ბურთის შემაგრება. ახოთ რითი უპასუხებენ სტეფან წმინდელები. მარგალიტაძემ გამოიტანა, წამოვიდა განზე, გადააწოდა იქვე მყოფ მახარაშვილის მიძალება, თუმცა კარგი ბოჭვა დაახვედრეს. მოძღვრიშვილი მოძებნა ზურგს უკან თანაგუნდელი, კარგი ბოჭვა, საკმაოდ სწრაფად და ძლიერად ასწიეს დაცვის ხაზი არესელებმა, დიდწნეხში აქცევენ მეტოქეს. იხმო ისევ მორკინალები მარგალიტაძემ. ზაგაშვილმა აიღო და თავადვე განახორციელა მოკლე დარტყმა, შემდეგ უკვე დააგრძელა მარგალიტაძემ რაკი და ფეხით გადაკიდებს ბურთს მეტოქის ნახევარზე. უშეცდომოდ ითამაშა კვესელავამ ამ ბურთზე. საბოლოოდ დაჯარიმდა არესი. ახოთ ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტეფან წმინდელები, დაარტყავენ ამ ბურთსაც პირდაპირ კარში თუ გადაიტანენ კიდეზე. როგორც ჩანს, კვლავ კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღეს, შესაძლებლობა რომ 6 ქულამდე გაიზარდოს ანგარიშის ხვაობა, თუმცა დაველოდოთ დავით იმნაძის დარტყმას. არ უწევს მას ამ შემთხვევაში მარტივი პოზიციიდან ჯარიმის შესრულება. ემზადება მნიშვნელოვანი ჯარიმის შესასრულებლად დავით იმნაძე. იმნაძის გამორბენი დარტყმა ზუსტია 6-0 მე-13 წუთისთვის გააზარდა სტეფან წმინდის ყაზბეგმა, უპირატესობა 6 ქულიანი სხვაობით ამარცხებს არეს. შეიყვანა ბურთი თამაში თევდორაძემ. მარტივად დაეუფლა ამ ბურთს ლუკა ჩხარეული. მარგალიტაძემ საკუთარი 22-დან ფეხის ძლიერი დარტყმით გამოვიდა. ბურთი რჩება სტეფან წმინდელების ნახევარზე 10 მეტრიან წყვეტილთან იქნება არესის დერეფანი. როგორც რეპორტაჟის დასაწყისში აღვნიშნეთ, საკმაოდ პრინციპული მატჩი არის, როგორც ყაზბეგისთვის, ასევე არესისთვის. ყაზბეგი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. გამარჯვების შემთხვევაში სტეფან წმინდელები გარანტირებულად შეინარჩუნებენ ადგილს დიდაჩი. მარცხის შემთხვევაში კი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება სტეფან წმინდელებისთვის განვითარდეს არის ის, რომ მათ მოუწიოთ პლეი-აუთის თამაში, თუმცა ჯერ მხოლოდ მე-15 წუთია რაც მატჩი დაიწყო, მთელი თამაში წინაა და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლებს როგორც ყაზბეგი, ასევე არესი. ამასობაში არესის შეტევა მეტოქის 22 მეტრიანის მისადგომებთან ხელდახელ ჩაათამაშეს ქუთაისელებმა, მივიდა ბურთი ფინაუნდე, რომელმაც კარგი ბოჭვა მიიღო და შეძლო მაინც ამ ბურთის შენარჩუნება. სწრაფადვე გამოიტანეს მოკლე პასები არესელების. მარგველაშვილი გამოიტანა ბურთი. კვლავ სწრაფად ჩაათამაშეს ფრთაზე ძნელაძე, აკრიფასის სწრაფე ძნელაძემ ცრუ მოძრაობები და ნიკა ძნელაძე გახდა დღევანდელ შეხვედრაში გატანილი პირველი ლელოს ავტორი. ყაზბეგის ორ ჯარიმას მე-15 წუთისთვის ქუთაისელებმა უკვე გატანილი ლელოთი უპასუხეს. კარგი შეტევა, სწრაფად ჩაათამაშეს. ხელდახელ ბურთები არესელებმა იყო ფრთაზე მეტობა და შემდეგ უკვე ნიკა ძნელაძეს აღარ გასჭიროებია ერთი დამცველისთვის გვერდისავლა და ამ ბურთის დამიწება. დაველოდოთ გარდასახვის შესრულებას.
შანსი გიორგი თეოდორაძეს, რომ მე-16 წუთისთვის დააწინაუროს ქუთაისის არესი, დაველოდოთ მის დარტყმას. თეოდორაძის გარდასახვა ზუსტია, 6-7 გახდა ანგარიში დაწინაურდა ქუთაისის არესი. განაახლა შეხვედრა დავით იმნაძემ, მეორე ზონაში საბრძოლო ბურთი დაკიდა, თუმცა უშეცდომოდ ითამაშეს არესელებმა. მოკლე დარტყმა მორკინალებით. დააგრძელა ამჯერად უკვე გუგა მარგველაშვილმა რაქი და ფეხით გადავა მეტოქის ნახევარზე. მარგველაშვილის ძლიერი დარტყმა მოწყვრიშვილმა აიღო ბურთი, გადააწოდა იმნაძეს, იმნაძეც ფეხის დარტყმას აბრუნებს. თუმცა იქვე იყო არესის მოთამაშე, რომელმაც თავადვე წამოიღო, კარგად იარა მაჩალაძემ, მაგრამ გაუვარდა შემდეგ კონტაქტის შემდეგ უკვე ბურთი. მატჩის მე-18 წუთისთვის დღევანდელი შეხვედრის პირველ შერკინებას ვიხილავთ. საინტერესოა ვნახოთ, ვის დარჩება თამაშის ამ კომპონენტში უპირატესობა. გიორგი მარგალიტაძეა ბურთით სწორედ ის შეაგორებს შერკინებაში. შერკინება მოეწყო, შეაგორა მარგალიტაძემ და სწრაფადვე გამოიტანეს სტეფანწმინდელებმა, ხელდახელ ჩაათამაშეს ბურთი, უტევდა ამ შემთხვევაში ძნელაძე. მარგალიტაძე ბურთით გადააწოდა აბესაძეს. კარგი კონტაქტი მიიღო აბესაძემ, თუმცა გადაკვეთა მანაც უპირატესობის ხაზი. გელაძე რამდენიმე ბოჭავის წინააღმდეგ აღმოჩნდა გელაძე, მარგალიტაძემ გამოიტანა, გადააწოდა მოწყვრიშვილს, მოწყვრიშვილმა ნახა იქვე მყოფი მეორე ხაზელი. ნახოთ, როგორ განვითარდება ყაზბეგის შეტევა. საბოლოოდ გაისმა შეხვედრის მთავარი არბიტრის სასტვენი. გელაძე საკუთარ ნახევარზე 22 მეტრიანსა და წყვეტილს შორის მოაწვდის მამრიკიშვილი ბურთს დერეფანში. არც ისე დამაჯერებლად, მაგრამ შეინარჩუნეს ქუთაისელებმა ბურთი. და დარტყმისთვის პოზიცია მარგველაშვილმა და გადაკიდა ბურთი ფეხით მეტოქის ნახევარზე. მოწყვრიშვილი ასევე ფეხის დარტყმას აბრუნებს. მოწყვრიშვილი გაჩაღდა ერთგვარი პინგ-პონგი, ამჯერად კვესელავამ გადაიტანა ბურთი. თქვათ, რომ ამ ეპიზოდში გამარჯვებული მაინც სტეფანწმინდელები დარჩნენ, მეტოქის ნახევარზე იქნება მათი დერეფანი.
გელა მახარაშვილი ბურთით. მარტივად ორი ხელით მოიგო ბურთი იაგო გელაძემ და სწრაფადვე გაათამაშა სტეფან წმინდელებმა ფეხით გადაკიდებული საბრძოლო ბურთი, თუმცა უშეცდომოდ ითამაშა ზურაძნელაძემ. მარგველაშვილი წამოვიდა განზე და საბოლოოდ მოძებნა ცარიელი ზონა დაარტყა ფეხით. მოძღვრიშვილმაც დააბრუნა პასუხად ფეხის დარტყმა მაღალი საბრძოლო ბურთი. ჩაუვარდა კვლავ მოძღვრიშვილს ხელში ეს ბურთი. მარგალიტაძე სწრაფადვე გამოიტანა, გადააწოდა იმნაძეს, დაკიდა იმნაძემაც საბრძოლო. კვლავ გამარჯვებულები გამოვიდნენ სტეფან წმინდელები ამ ეპიზოდში, თუმცა როგორც ჩანს წინვარდნა იყო. გასცემს მითითებებს შეხვედრის მთავარი არბიტრი საბა აბულაშვილი და მოაწყობს დღევანდელი შეხვედრის რიგით მეორე შერკინებას. პირველი შერკინებიდან სწრაფადვე გამოიტანეს სტეფან წმინდელებმა. საინტერესოა ამჯერად როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ითამაშებენ მეტოქის დაჯარიმებაზე თუ ამჯერადაც მოუწევთ სწრაფად ბურთის გამოტანა. პირველივე მცდელობაზე ვერ მოეწყო შერკინება, კიდევ ერთხელ გასცემს მითითებებს მთავარი არბიტრი და თავიდან გადააწყობს შერკინებას. გაჭიანურდა ეპიზოდი. შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ, მისცეს ბიძგი სტეფან წმინდელებმა. თავად მარგალიტაძემ აიღო ბურთი. ხელდახელ ჩათამაშებული პასები მოძღვრიშვილმა აკრიფასის სწრაფე კარგად იარა, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი. მეტოქის 22 მეტრიანში შევიდა ყაზბეგი. მარგალიტაძე სწრაფად ათამაშებენ ბურთს სტეფან წმინდელები. ალიბეგაშვილი წავიდა ხაზის გაჭრაზე. კარგი მოძრაობები შეძლეს საბოლოოდ მაინც მისი შეჩერება, თუმცა საკმაოდ კრიტიკულ პოზიციაში დაჯარიმდნენ არესელები. ლუკა ალიბეგაშვილის ბრწყინვალე გარღვევის შედეგად დიდი უპირატესობა მიიღო ყაზბეგმა ამ შეტევაში. ამჯერად უკვე სტეფან წმინდელები ითამაშებენ ლელოზე, ბურთით ხედავთ დავით მოძღვრიშვილს, რომელიც გადაიტანს კიდეზე. და ამ ყველაფერს საკმაოდ კარგადაც ახერხებს 5 მეტრიან წვეტილთან ყაზბეგის საკმაოდ მნიშვნელოვანი დერეფანი. გელა მახარაშვილი ბურთით სწორედ ის მოაწვდის დერეფანში. ორი ხელით ამჯერადაც მარტივად მოიპოვა იაგო გელაძემ. გამოიტანა ბურთი რატი ჟორჟოლიანმა, კიდევ ერთი მიძალება ამჯერად მახარაშვილმა წაიღო. კარგი დაცვა დაახვედრა მას არესმა. როგორც ჩანს, ესეც მოკლე იყო, ჩაიხურა ბურთი. კარგად დაიცვა არესმა ამ შეტევაში თავი. გადარჩნენ გაშვებული ლელოსგან სტუმრები. თუ არ ვცდები, ბექამ ამრიკიშვილი გახდა ამ ეპიზოდის გმირი, სწორედ მან გადაარჩინა არესი გაშვებულ ლელოს. საკუთარი ჩათვლის მოედნიდან განაახლებს შეხვედრას გიორგი თევდორაძე ფეხის შორეული დარტყმით. იმნაძე წამოიღო თავადვე, კარგი ცრუ მოძრაობები ჩამოიშორა 1-2 დამცველი იმნაძემ, ხოლო შემდეგ შეძლეს მისი შეჩერება. მახარაშვილი კვლავ ჟორჟოლიანს გადააწოდა, ჟორჟოლიანმა მოძებნა აბესაძე.
მარგალიტაძემ, რა თქმა უნდა, დაარტყმევინა იქვე მყოფ მორკინალებს, 3 ნომრების დუელი გაიმართვა ლაზვიაშვილსა და ბაკურაძეს შორის. მარგალიტაძემ ამჯერად გელა მახარაშვილს გაატანა, მახარაშვილმა ჟორჟოლიანს ამოუგდო და შემდეგ უკვე დაკარგეს ბურთი სტეფან წმინდელებმა, თუმცა როგორც ჩანს, ჰქონდათ მათ ჯარიმის უპირატესობა, რომელიც დაუბრუნა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა. პრაგმატული გადაწყვეტილება სტეფან წმინდელების საკმაოდ მარტივი პოზიციიდან მიუთითეს კარში დარტყმისკენ, რათა მოიპოვონ 3 ქულა და დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაწინაურდეს ყაზბეგემ. ჯარიმის ზუსტად შესრულების შემთხვევაში მოგეხსენებათ 9-7 გახდება ანგარიში, ასე რომ დავალოდოთ დავით იმნაცის დარტყმას. იმნაცის დარტყმა ზუსტია, 9-7 კიდევ ერთხელ დაწინაურდა ყაზბეგიმ. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის მე-18 რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური, ამიტომ ყველა შეხვედრა იმართება ერთდროულად 15 საათზე. დაიწყო მე-18 ტურის დაპირისპირებები. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ ყაზბეგს დიდაჩი ადგილის შესანარჩუნებლად სჭირდება გამარჯვება. ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან სტეფან წმინდელები დამოკიდებული. რაც შეეხება ქუთაისის არეს, 60 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არეს აქვს შანსი, რომ გადაინაცვლოს პირველ ადგილზე, ხოლო საპირისპიროდ დღეს დამარცხების შემთხვევაში შესაძლოა ამით ისარგებლოს ბათუმის ბათუმმა და გუნდებმა გაცვალონ ადგილები, შესაბამისად არის დაქვეითდება მესამე პოზიციაზე, ხოლო ბათუმი ამახდება მეორეზე. ამჯერად 2 ხელით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიპოვეს ბურთი დერეფანში ქუთაისელებმა. მარგველაშვილი მოძებნა იქვე მყოფი ზურაძნელაძე. ინარჩუნებს ბურთს არესი, კიდევ ერთი მიძალება, ამჯერად პიტაიავი მაიმ წაიღო ბურთი. მარგველაშვილი მოუხდა არეს უკან დახევად, საკმაოდ სახიფათო შეტევა შეიძლება განავითარო ნახა საპირისპირო ფრთაზე, თუმცა მცირედი არაზუსტი ქმედება და დაკარგა საბოლოოდ ბურთი არესმა. საკუთარ ნახევარზე სტეფან წმინდის ყაზბეგის დერეფანი. მოაწოდა მახარაშვილმა თავიდან მოუწევს მას ამ ყველაფრის გაკეთება. როგორც მიანიშნა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ბოლო მხტომელზე 2 ხელით მოპოვებული ბურთი წამოიღო აბესაძემ. აღმოჩნდა ერთბაშად 2 მეტოქის წინააღმდეგ აბესაძემ და როგორც ხედავთ, მძიმე დარტყმაც მიიღო. დააგრძელა მარგალიტაძემ, რაქი გადაიტანა ბურთი ფეხით მეტოქის ნახევარზე. ჰაერში უშეცდომოდ ითამაშა ნიკა ძნელაძემ, რომელიც როგორც ჩანს ჰაერში თამაშის დროს შებოჭეს და დაჯარიმდა სტეფან წმინდის ყაზბეგი. აღმოუჩენენ დახმარებას ნიკა ძნელაძე, საბედნიეროდ სერიოზულ დაზიანებასთან არ ჰქონია საქმე და გაგრძელდება, განახდება დღევანდელი შეხვედრა.
გიორგი თეოდორაძე განაახლებს მატჩს. თეოდორაძის ძლიერი დარტყმა. დაუფარეს იმნაძეს, ჩაუვარდა ბურთი მოწყვრიშვილის ხელში, აწუხებენ არესელები, მიეხმარნენ მოწყვრიშვილს დროულად თანაგუნდელებიც. დიდი ბრძოლაა რაგში გაჩაღებული. მარგალიტაძე გადააწოდა იქვემყოფ მორკინალებს. გაიუმჯობესებს ახლა დარტყმისთვის პოზიციას მარგალიტაძე და ფეხით გამოვა საკუთარი 22-დან. ფეხის ძლიერი დარტყმით მარგალიტაძემ გადაიტანა ბურთი კიდეზე. სწრაფადვე შემოიტანეს ქუთაისელებმა, კვესელავამ გადააწოდა თეოდორაძეს, რომელმაც ფეხით დაკიდა ბურთი, თავადვე მიხვდებოდა, თუმცა ალალზე დაიჭირა დავით იმნაძემ. მოსობაში პირველი ტაიმის 30 წუთზე ოდნავ მეტი უკვე ამოიწურა, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე გუნდი ტოტალური უპირატესობით სარგებლობს, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი. 3 გატანილი ჯარიმა, 1 ლელოს წინააღმდეგ, 9-7 ამარცხებს ყაზბეგი არეს. ეკა მამრიკიშვილი ბოლო ტომეზე მოწოდებული ბურთი ორი ხელით მარტივად მოიპოვეს ქუთაისელებმა. შემდეგ უკვე ზურაც ნელაძემ წაიღო ბურთი, ცდილობენ მის გაჭედვას, თუმცა გადავიდა ბურთი მიწაზე. მამრიკიშვილი მოძებნა იქვემყოფი მორკინალი. ამოღლიტეს ბურთი სტეფან წმინდელებმა, ალი ბეგაშვილმა წამოიღო. შეძლეს მისი შებოჭვაც. გადააწოდა მორკინალს ბურთი მარგალიტაძემ. აბესაძე დააგრძელებინა რაქი მარგალიტაძემ. გადაიტანს ბურთს ფეხით მეტოქის ნახევარზე, არის მიყოლა. შეინარჩუნეს ბურთი სტეფან წმინდელებმა, მარგალიტაძის მორიგი ფეხის დარტყმა. კარგად წამოიღო ბურთი ძნელაძემ, თუმცა შემდეგ უკვე ფინაუმ ვერ შეძლო პასის მიღება. კვესელავა მაგარი ბოჭვა დაახვედრა მახარაშვილმა, დაახევინა ბურთიანად უკან. აწუხებენ რაგში სტეფან წმინდელები. და საბოლოოდ დაჯარიმდნენ. დაჯარიმდნენ სტეფან წმინდელები. შანსი გიორგი თეოდორაძეს რომ გადაიტანოს ბურთი მეტოქის ნახევარზე და კარგი შესატევი პლაცდარმი შეუქმნას არეს. კარგადაც ახერხებს ამას თეოდორაძე, მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან წვეტილთან იქნება ქუთაისელთა დერეფანი. გადასცეს კომბინაცია ბექამ ამრიკიშვილს და მოაწვდის ბურთს დერეფანში. გადააცილა ყველას და ყველაფერს, სახიფათო შეტევა შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუმცა იავი მაი შებოჭეს სტეფან წმინდელებმა. მარგველაშვილმა კვლავ იავი მაის დაარტყმევინა, ორი ბოჭავის წინააღმდეგ აღმოჩნდა. ვერ მოახერხეს რაქიდან სწრაფად ბურთის გამოტანა და საბოლოოდ დაჯარიმდნენ კიდეც არესელები. მცირედი შეხლა შემოხლაც მოთამაშეებს შორის, თუმცა მალევე განიმუხტა ეპიზოდი.
ვისარგებლებ პაუზით და კიდევ ერთხელ გაგაცნობთ დიდი 10-ის სატურნირო მდგომარეობას ფინალური დასკვნითი ტურის წინ 62 ქულით პირველ ადგილზე ქუთაისის აია იმყოფება 60 ქულით მეორეზე კიდევ ერთი ქუთაისური გუნდი არესი მესამე ადგილზე ბათუმი 58 ქულით ხვამლის აქტივში 41 ქულაა და მეოთხე ადგილზე იმყოფება არმია 39 ქულით მეხუთე რუსთავის ხარები ასევე 39 ქულით მეექვსე ადგილზე მეშვიდე ადგილ ლოს-ანჯელესის პირად აქტივში 33 ქულა აქვს სტეფანწმინდელებს 28 ქულა და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან პლეი-აუთის ზონაში მეცხრე ადგილზე 24 ქულით ტაო იმყოფება ხოლო მე-10 ადგილს ბოლნისის ყოჩები იკავებს 20 ქულით საკმაოდ პრინციპული დაპირისპირებები გვაქვს რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ტაო და ბოლნისის ყოჩები ერთმანეთს უპირისპირდებიან ასევე დიდი ინტრიგა აქვს ჩვენს მიმდინარე შეხვედრასაც რომელშიც ყაზბეგი 9-7 ამარცხებს არის კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ყაზბეგი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული დღეს გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად შეინარჩუნებს ადგილს დიდ 10-ში და ჯერჯერობით ასეც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ორქულიანი უპირატესობით ამარცხებს ყაზბეგი არის და ჯერ საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი ამ მატჩის დასრულებამდე შერკინებები კი არ ქონია მრავლად დღევანდელ შეხვედრაში თუ არ მეშლება ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მესამე შერკინება სწრაფად გამოიტანეს სტეფანწმინდელებმა მარგალიტაძემ გადააწოდა თანაგუნდს და ფეხით გადაატანილი არაზუსტი ბურთი გადავიდა პირდაპირ კიდეზე და დარტყმის ადგილზე იქნება სტუმრების დერეფანი ონისე ბაზალი შეცდა ამ ეპიზოდში ბექამ ამრიკიშვილი ბურთით ორი ხელით მარტივად მოიგეს ქუთაისელებმა შეკრეს მოლი აკონტროლებს ბურთს ამრიკიშვილი თუმცა ჯერჯერობით არ აქვს წინსვლა მოლს აეხლაღა დაძრეს ქუთაისელებმა იქვე არის მარგველაშვილი რომელიც მოეხსნა მოლს გამოიტანა ბურთი ცუდი პასი საპირისპიროდ შემდეგ უკვე დაშვებული შეცდომაც და კარგი შესაძლებლობა ნდრავამ აკრიფას ისრაფე ძალიან ბევრი იარა მიუახლოვდნენ ქუთაისელები მეტოქის ჩათვლის მოედანს კიდევ ერთი მიძალება სახიფათო ზონაში უწევს ამჯერად თავის დაცვა ყაზბეგს 5 მეტრიანთან კარგი ბოჭვა შეუნელდა ჩეტევის ტემპი ქუთაისელებს მორიგი დარტყმა ამჯერადაც კარგად იცავს თავს ყაზბეგი კიდევ ერთი მოკლე დარტყმა მორკინალებით მორიგი დარტყმა ამჯერადაც კარგი დაცვა დაახოდრეს სტეფანწმინდელებმა უჯარიმოდ იცავს ამ სახიფათო მონაკვეთში თავს ჯერჯერობით ყაზბეგი კიდევ ერთი მიძალება, კვლავ კარგი დაცვა დაახევინეს უკან შემტევს. მორიგი წაღება. ნდრავამ გადმოდო ბურთი უკან, ამჯერად მამრიკიშვილმა შეუტია. კიდევ ერთი მიძალება. დაახლოებით მერვე ფაზაა სახიფათო ზონაში უტევს არესი და თავს უჯარიმოდ იცავს ყაზბეგი. მორიგი მოკლე დარტყმა მორკინალებით. ცდილობენ ქუთაისელები ამ მოკლე დარტყმებით რაც შეიძლება მეტი მოთამაშე რომ ჩაეთრიათ სტეფანწმინდელების და მიიღოთ თაზე უპირატესობა. თუმცა შემდეგ უკვე ჯარიმის უპირატესობა სწრაფად გაითამაშეს ბურთი და შეძლეს დღევანდელ შეხვედრაში მეორე ლელოს გატანა არესელებმა. პატერსიო ფინაუ გახდა ლელოს ავტორი თუ არ მეშლება. ტაიმის მიწურულს შეძლო კიდევ ერთხელ არესმა მეტოქის დალელოვება და კვლავ შეიცვალა ფავორიტი დღევანდელ შეხვედრაში
არესი დაწინაურდა მეორედ უკვე 9-12 და დავალოდოთ გარდასახვას, რომლის შესრულებად საკმაოდ მარტივი პოზიციიდან მოუწევს გიორგი თევდორაძეს და უდიდესი ალბათობით კიდევ ორი ქულით გაზრდის არესის უპირატესობას ტაიმის მიწურულს. რა თქმა უნდა, ზუსტია 9-14 ხდება ანგარიში. ქუთაისის არესის სასარგებლოდ. ეპიზოდი კი დაიწყო იმ დაშვებული ორმხრივი შეცდომიდან, რომელიც დაუშვა ჯერ არესმა, შემდეგ უკვე ყაზბეგმა და საბოლოოდ ჯოსევანინ დრავა გაერკვა ყველაზე კარგად სიტუაციაში, სწორედ მის სოლო რეიტს მოხდა, ასე ვთქვათ, ესლელო. დასრულდა დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი 9-14, დაახლოებით 10-20 წუთით შეისვენებენ გუნდები და დაგიბრუნდებით ამ საინტერესო დაპირისპირების მეორე ტაიმით.
მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წამში დაიწყება დიდი 10-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი მე-18 ტურის საკმაოდ პრინციპული შეხვედრა სტეფანწმინდის ყაზბეგსა და ქუთაისის არეს შორის. მოგეხსენებათ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა პირველი ტაიმი, ორჯერ შეიცვალა ფავორიტი, თავიდან დაწინაურდა სტეფანწმინდის ყაზბეგი, შემდეგ უპირატესობა მოიპოვა არესმა, შემდეგ ისევ ყაზბეგი დაწინაურდა და ტაიმის მიწურულს გატანილი ლელოთი კიდევ ერთხელ გავიდა წინ. არესი 9-14 დასრულდა დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი და იმედი ვიქონიოთ, რომ მატჩის ბოლომდე ასეთი დაპირისპირება და ბრძოლა იქნება შენარჩუნებული, რადგანაც დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. თქვათ ისიც, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის გამარჯვება სტეფანწმინდის ყაზბეგისთვის, რადგან დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მათ სჭირდებათ გამარჯვების მოპოვება, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებული. არესი კი, რომელიც ჯერჯერობით მეორე ადგილზე იმყოფება, გამარჯვების შემთხვევაში აქვს არეს შესაძლებლობა, რომ გადაასწროს ქუთაისის აიას და გადაინაცვლოს პირველ ადგილზე. თუმცა ნახოთ, დაველოდოთ მატჩის დასრულებამდე 40 წუთზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი და პირველი ტაიმის სცენარს თუ გავითვალისწინებთ, არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ბევრჯერ შეიცვალოს მოედანზე სიტუაცია. არ ქონია მრავლად შეხვედრის პირველ ტაიმში შერკინებები, თუ არ მეშლება მხოლოდ და მხოლოდ 3 იყო და მეორე ტაიმის სტარტზევე ნიშნება შერკინება. ამჯერადაც ყაზბეგის შერკინება იქნება, ვხედავთ მარგალიტაძეს ბურთით, სწორედ ის შეაგორებს ბურთს შერკინებაში. ემზადება შერკინება მოსაწყობად. შერკინება არის სტაბილურობა და შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ, მისცა ბიძგი ყაზბეგმა, მისცა ხედავთ უპირატესობასაც მთავარი არბიტრის მიერ გაშვერილი ხელი, წაიღო მარგალიტაძემ, რომელიც შებოჭეს. ხელდახელ ჩაათამაშეს სტეფანწმინდელებმა, აწია დაცვის ხაზი არესმა. დაუბრუნდება ახლა უპირატესობა ყაზბეგს. იმნაძეს ხედავთ ბურთით, როგორც ჩანს, კვლავ კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღეს სტეფანწმინდელებმა, არც ისე მარტივი პოზიციიდან მოუწევს ახლა ამ შემთხვევაში დარტყმის შესრულება დავით იმნაძეს, თუმცა გატანის შესაძლებლობაში შეამცირებს მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულამდე სხვაობას და 12-14 გახდება ანგარიში. არ გავუსწრებ მოვლენებს და დაველოდოთ დავით იმნაძის დარტყმას. ემზადება დარტყმისთვის იმნაძე, გამორბენი დარტყმა. იმნაძის დარტყმა ზუსტია 12-14 ანგარიში, მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა სხვაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის დღეს გამარჯვების მოპოვება, იქნება ასეთი შეუპოვარი ბრძოლა საფინალო სასტვენამდე. განაახლეს თამაში ქუთაისელებმა, გიორგი თევდორაძემ დაკიდა ბურთი, უშეცდომოდ დახვდნენ ჰაერში ამ პირველ ბურთს სტეფანწმინდელები. მარგალიტაძე გამოიტანა, მოძებნა იქვე მყოფი მორკინალები, მოკლე დარტყმა. გაიუმჯობესებს ფეხის დარტყმისთვის პოზიციას მარგალიტაძე და გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე. დაკიდა მაღალი ბურთი მარგალიტაძემ. უშეცდომოდ ითამაშეს ქუთაისელებმაც ამ ბურთზე. ძნელაძე ცრუ მოძრაობები წავიდა განზე. შებოჭეს საბოლოოდ ძნელაძემ. მარგველაშვილმა მოძებნა იქვე მყოფი მორკინალები, სწრაფად გაასუფთავეს რაკი ქუთაისელებმა. დააგრძელა მარგველაშვილმა და ისიც ფეხით გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე. როგორც ჩანს, დაშავებულია ერთ-ერთი მოთამაშე და იძულებული გახდა მთავარი არბიტრი, რომ გაეჩერებინა შეხვედრა. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზულ დაზიანებასთან არ გვექნება ადგილი.
არესის მოთამაშეს ხედავთ, რომელსაც სამედიცინო სტაფის წევრები აღმოუჩენენ დახმარებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს არის დიდი 10-ის რეგულარული სეზონის ფინალური ტურის შეხვედრები, შესაბამისად ყველა მატჩი დაიწყო ერთდროულად 15 საათზე, პარალელურად ასევე მიმდინარეობს საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები, შეგიძლიათ ასევე ტაოსა და ბოლნისის ყოჩების დაპირისპირებას ადევნოთ თვალი რაგბი ტივის ეთერში. ასევე ვისარგებლებ პაუზით და გაგაცნობთ სატურნირო მდგომარეობასაც. 17 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 62 ქულით იმყოფება ქუთაისის აია, მეორე ადგილოსან არის 60 ქულა აქვს პირად აქტივში, მესამე ადგილზე ბათუმი იმყოფება 58 ქულით, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან ხვამლი, არმია და ხარები. ეს არის მოგეხსენებათ საჩემპიონო პლეი-ოფის ზონა, აქ აღარაფერი შეიცვლება, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრები, ეს 6 გუნდი გარანტირებულად ითამაშებს პლეი-ოფში. მეშვიდე ადგილზე იმყოფება ლელო, რომელიც ასევე პრინციპულ დაპირისპირებას მართავს ქუთაისის აიასთან, მართალია სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით აღარაფერი შეიცვლება და ლელო ვერ შეძლებს პლეი-ოფში მოხვედრას, თუმცა ამ ორი გუნდის დაპირისპირებას ყოველთვის თან ახლავს დიდი ბრძოლა. მერვე ადგილზე არის 28 ქულით ყაზბეკი, 24 ქულა აქვს ტაოს, რომელიც პლეი-აუთის ზონაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება და მევათე ადგილზე 20 ქულით იმყოფება ბოლნისის ყოჩები, ასე რომ ტაოსა და ყოჩებს შორის საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს და გამოავლინოს ის გუნდი, რომელიც გარანტირებულად გავარდება დიდი 10-დან, ასევე გუნდი, რომელიც პლეი-აუთის ზონაში დაიმკვიდრებს ადგილს. ხედავთ, რომ საკაცე შეიტანეს მოედანზე და მისი დახმარებით გაიყვანენ ქუთაისის არესის დაშავებულ მოთამაშეს. კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ მძიმე დაზიანებასთან არ გვექნება საქმე და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებ არესის დაშავებულ მოთამაშეს. გვიჩვენებენ კადრებში სტეფანწმინდის ყაზბეგის მოთამაშეებს, ყაზბეგი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ყაზბეგი შეძლებს ამ მატჩის მოგებას, გარანტირებულად შეინარჩუნებს ადგილს დიდ 10-ში. ხოლო მარცხის შემთხვევაში, ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი შედეგი, რაც კი შეიძლება სტეფანწმინდელებისთვის დადგეს, არის ის, რომ მათ ყაზბეგმა და ტაომ გაცვალონ ადგილები და მოუწიოს ყაზბეგს პლეი-აუთის თამაში. თუმცა ამისთვის ტაომ უნდა დაამარცხოს საკუთარ შეხვედრაში ბოლნისის ყოჩები.
ჯერჯერობით კვლავ მოედანზეა არესის დაშავებული მოთამაშე. სამედიცინო პერსონალს გახავს დაშავებული მოთამაშე, კიდევ ერთხელ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გაისმება შეხვედრის მთავარი არბიტრის სასტონი და შერკინებით განახლდება დღევანდელი შეხვედრა. მისცა მითითებები საბა აბულაშვილმა და ამზადებს შერკინებას მოსაწყობად მთავარი არბიტრი. პირველივე მცდელობაზე შეუძლებელი აღმოჩნდა შერკინების მოწყობა, კიდევ ერთხელ გაესაუბრება პირველ ხაზელებს და გადააწყობს თავიდან შერკინებას საბა აბულაშვილი. ამჯერად სტაბილურია შერკინება შეაგორა ბურთი მარგველაშვილმა. გამოიტანეს სწრაფადვე ქუთაისელებმა არსენ მაჩალაძემ წამოიღო და თავადვე შეუტია. შეძლეს შემდეგ უკვე მის შეჩერება და საბოლოოდ მარგველაშვილს ფეხით გადააქვს ცარიელ ზონაში ბურთი. ვის ჩაუვარდება ეს ბურთი ხელში, დრავა მოიპოვა და შეძლო შემდეგ ბოჭვის შემდეგ ბურთის მოედანზე დატოვება. შეინარჩუნეს ბურთი მოედანში ქუთაისელებმა. მარგველაშვილი გადააწოდა იქვე მყოფ რეზი ბაკურაძეს, მისი დარტყმა მოიგო რამდენიმე მეტრი არესმა. ხელდახელ ჩათამაშებული ბურთი წამოიღო კვესელავა, მithოვდა იქ ფრთაზე ნიკა ძნელაძე, თუმცა არ მივიდა ბურთი ძნელაძემდე. მარგველაშვილი სწრაფადვე გამოიტანა, დაარტყმევინა იქვე მყოფ ვარდანიძეს. მიიღო უპირატესობა არესმა. აქვს შესაძლებლობა რომ მეტი გამბედაობითა და ფანტაზიით გააგრძელონ შეტევა, დაჯარიმდნენ სტეფანწმინდელები. მარგველაშვილი ნახოთ რა გაგრძელებას მოიფიქრებს არესი, ამჯერად წაიღო ხილაძემ, სწრაფადვე გამოიტანა მარგველაშვილმა, კარგი შებრუნებული პასი. კვესელავა ამოწია დაცვის ხაზზე ყაზბეგმა, კარგი ბოჭვა მიიღო კვესელავამ და მთავარი არბიტრის სასტონი დაუბრუნდება არეს ჯარიმის უპირატესობა. ნახოთ დაარტყავენ კარში და აღადგენენ ხუთქულიან უპირატესობას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტუმრები. როგორც ჩანს, კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღეს, სადგამზე დადგამს ბურთს გიორგი თევდორაძე და შეეცდება რომ კვლავ 5 ქულამდე გაზარდოს არესის უპირატესობა. არ არის რთული პოზიცია ნამდვილად. პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს ქუთაისელებმა. იმზადება თევდორაძე დარტყმისთვის. დარტყმა ზუსტია 12-17 ხდება ანგარიში. თითო გატანილი ჯარიმა გაცვალეს გუნდებმა მეორე ტაიმში. ნახოთ ამჯერად ჯერი უკვე ყაზბეგზეა, რითი უპასუხებენ მასპინძლები.
მესამე ზონაში დარტყმული ბურთი მარტივად მოიპოვეს ქუთაისელებმა. შემდეგ უკვე კარგი ბოჭვა მიიღო არესის მორკინალმა. მარგველაშვილმა ფეხით გადაიტანა ბურთი. გელაძე იყო უშეცდომო ჰაერში ამ ბურთზე თამაშისას. მაგრამ შემდეგ უკვე კარგად და ყურადღებით ითამაშეს არესელებმა და შეძლეს მეტოქის დაჯარიმება. კიდევ ერთხელ კარგი შეტევის პლაცდარმი შეიძლება მიიღოს არესმა. ამ ჯარიმისგან თევდორაძე გადაიტანს ბურთს კიდეზე. მეტოქის ნახევარზე იქნება მათი დერეფანი. 22 მეტრიანის მისადგომებთან კარგი დარტყმა გამოვიდა თევდორაძეს. გადასცეს კომბინაცია ბექამ ამრიკიშვილს და მოაწვდის ბურთს დერეფანში. ასევე კადრში გამოჩნდა შეცვლაზე შემოსული რუსლან გიგაშვილი ქუთაისის არესის შემადგენლობაში. ბოლო მხტომელზე მოპოვებული ბურთი კვლავ არადამაჯერებლად ითამაშეს სტუმრებმა. ვიხილავთ ყაზბეგის შერკინებას. მოეწყო შერკინება, შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ, უძრავად დგას ჯერჯერობით. გამოიტანა მარგალიტაძემ და საბოლოოდ იმნაძე ფეხით გადადის მეტოქის ნახევარზე. ყურადღებით ითამაშა ცოტნე კვესელავამ. გაიუმჯობესა დარტყმისთვის პოზიცია და გადაიტანა ბურთი პირდაპირ კიდეზე კვესელავამ. არ გამოუვიდა მაინც და მაინც კარგი დარტყმა მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან წვეტილთან იქნება ყაზბეგის დერეფანი. ბურთით კი გელა მახარაშვილია, რომელიც მოაწვდის. ორი ხელით მარტივად მოიპოვეს სტეფანწმინდელებმა. წაიღო შემდეგ გუნდის კაპიტანმა ჩქარეულმა. იაგო გელაძემ კარგად ჩამოიშორა პირველი დამცველი, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, მიიღო ყაზბეგმა ჯარიმის უპირატესობა. განსეიარა ონისე ბაზალმა. დაკარგა ტემპი, ვერ ნახეს ვერანაირი ხეირი სტეფანწმინდელებმა და უბრუნდებათ მათ ის ჯარიმის უპირატესობა, რომელიც ჰქონდათ. ბურთი იმნაძეს, როგორც ჩანს, ყაზბეგიც კარში დარტყმით უპასუხებს. ათა კიდევ ერთხელ ორ ქულამდე შეამცირონ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. დავით იმნაძე შეასრულებს ამ დარტყმას. ბევრი რამ არის დამოკიდებული დღევანდელი მატჩის შედეგზე, შესაბამისად გუნდები ცდილობენ რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და მაშინ როდესაც საკმაოდ დიდია ალბათობა იმის რომ მიიღოს გუნდმა ზუსტად შესრულებული ჯარიმისგან 3 ქულა, ირჩევენ რა თქმა უნდა ჯარიმის დარტყმას. ზუსტია იმნაძის დარტყმა 15-17 კიდევ ერთხელ შემცირდა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში სხვაობა.
რეპორტაჟის მსვლელობისას რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ყაზბეგი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული და დღეს მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად შეინარჩუნებს ადგილს დიდათში, ასე რომ ყაზბეგი ბოლო წუთამდე იბრძოლებს და შეეცდება, რომ მოიპოვოს ეს გამარჯვება. თავის მხრივ არესი კი პოზიციის გასაუმჯობესებლად არის პოზიციის გასაუმჯობესებლად სჭირდება დღეს გამარჯვება და არის შანსი, რომ მოგებით არესმა გადაინაცვლოს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე. გადაიტანა კიდეზე გიორგი თეოდორაძემ, საკმაოდ სახიფათო დერეფანი იქნება სტეფანწმინდელთა 15-იანთან. ამჯერად პირველ ფტომელზე და ორი ხელით მარტივად დაეუფლნენ არესელები. თევზაძემ გადააწოდა იქვე მყოფ მორკინალებს, კიდევ ერთი მიძალება და საბოლოოდ დააკარგვინეს ბურთი სტეფანწმინდელებმა. მორი რთულ ვითარებაში კარგად დაიცვა თავი ყაზბეგმა. ძიმე დარტყმა იქნებოდა მათთვის ახლა ლელოს გაშვება და კარგად ითამაშეს დაცვაში სტეფანწმინდელებმა. სახიფათის ბოლომდე განსამუხტად მათ რა თქმა უნდა ამ შერკინებაში შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ. მათსავე 15-იანთან იქნება ყაზბეგის შერკინება. აღმოუჩინეს დახმარება ყაზბეგის მოთამაშეს და მოეწყობა შერკინება. შერკინება სტაბილურია, შეაგორა მარგალიტაძემ სწრაფადვე გამოიტანეს და საბოლოოდ ფეხის ძლიერი დარტყმით გამოდის სახიფათო ზონიდან მარგალიტაძე. საკუთარი 15-იანიდან დაახლოებით მოედნის ცენტრამდე ამოვიდა ყაზბეგი. მეტრიან წყვეტილსა და 22 მეტრიანს შორის იქნება სტუმრების დერეფანი. მანამდე ცვლილებები განხორციელდება. ხედავთ 20 ნომრით ზურა ოდიკაძეს, რომელიც ჩაერთვება თამაშში. ასევე 16 და 18 ნომრით გოგა კობახიძე და ბაქარ ბურჯალიანიც ჩაერთვებიან დღევანდელ შეხვედრაში. სრულად შეიცვალა არესის შერკინების პირველი ხაზი. მოაწვდის დერეფანში ბურთს შესვლაზე შემოსული კობახიძე ორი ხელით დამაჯერებლად მოიპოვა ცხადაძემ, შეკრეს მოლი, აქვს წინსვლა არესის მოლს, მისცეს მძლავრი ბიძგი სტუმრებმა, მიიწევს წინ, ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს და უპირისპირებს ყაზბეგი ამოლს, აკონტროლებს ბურთს. იავიმაი თავადვე გაიჭრა, სად შეძლეს 15-იანთან შეძლეს მისი შეჩერება, სწრაფი შეტევა არესის სახიფათო ზონაში მიუახლოვდა არესი მეტოქეს. განზე გაკეთებული პასები კვესელავამაც მოიგო მეტრები დაახლოებით 2 მეტრი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მორიგი მიძალება არესის. შენელდა არესის შეტევის ტემპი. გამოიტანეს საბოლოოდ რაკიდან შეუტია შეცვლაზე შემოსულმა თევზაძემ.
კარგი ბოჭვა დაახვედრა იაგო გელაძემ, რომელმაც უკან დაახევინა მეტოქეს. საპირისპირო ფრთაზე ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. ალი ბეგაშვილის კარგი ბოჭვა, ცოტნე კვესელავას წინააღმდეგ. მორიგი მიძალება ამჯერად მაჩალაძემ წაიღო ბურთი. მარგველაშვილი გადააწოდა იავი მაის. მარგალიტაძე დახვდა კარგად მეტოქეს. და საბოლოოდ ჩაუჯდნენ სტეფან წმინდელები მორიგ პრინციპულ ეპიზოდში საფრთხო ზონაში შეძლეს მათ სიტუაციის განმუხტვა და გაშვებული ლელოსგან გადაირჩინა თავი ყაზბეგმა. დაახლოებით 10 ფაზიანი შეტევა არისელების საბოლოოდ დასრულდა მათი დაჯარიმებით და ახლა შანსი აქვს მოძღვრიშვილს, რომ ფეხის შორეული დარტყმით გადაიტანოს ბურთი, რაც შეიძლება შორს საკუთარი საფრთხო ზონიდან. არც ისე შორს ბურთი რჩება ყაზბეგის ნახევარზე 10 მეტრიან წყვეტილთან იქნება სტეფან წმინდელების დერეფანი. თანდათან შევდივართ დასკვნით 20 წუთიან მონაკვეთში 15-17 მხოლოდ და მხოლოდ ორქულიანი სხვაობა ანგარიში და იმედი გვაქვს და ველით რომ მატჩის ბოლო წუთამდე ასეთი უშეღავათო და ორმხრივი ბრძოლა იქნება გაჩაღებული მოედანზე. გიორგი თავაძე ჩაერთვება მატჩში 21 ნომრით. დამაჯერებლად მოიპოვა ეს ბურთი ჯულუხაძემ, შემდეგ უკვე ფეხით საბრძოლო ბურთი დაკიდეს სტეფან წმინდელებმა, არის მიყოლა, მაგრამ კვესელავამ უშეცდომოდ ითამაშა ამ ეპიზოდში. თავაძემ გამოიტანა დაარტყმევინა იქვე მყოფ ბურჯალიანს. დაკარგა საბოლოოდ კონტაქტის შემდეგ ბურჯალიანმა ბურთი გადავიდა ყაზბეგის კონტროლ ქვეშ. გამოიტანა მარგალიტაძემ, მოძებნა ზურგს უკან იმნაძე, რომელმაც ცარიელ ზონას დაუმიზნა. კარგი დარტყმაც გამოუვიდა იმნაძეს. კიდევ ერთხელ დაკარგეს კონტაქტის შემდეგ ბურთი არესელებმა. კარგი შეტევა შეიძლება განვითარდეს. აკრიფა სისრაფე ბაზალმა გადააწოდა ალი ბეგაშვილს და ალი ბეგაშვილის ლელო დაწინაურდა ყაზბეგი 20-17 გახდა. დღევანდელ შეხვედრაში ყაზბეგმა გაიტანა პირველი ლელო და მათთვის პრინციპულ დაპირისპირებაში დაწინაურდნენ კიდევ ერთხელ სტეფან წმინდელები. ლუკა ალიბეგაშვილი გახდა ამ მნიშვნელოვანი ლელოს ავტორი. დაველოდოთ გარდასახვას და ამჯერად უკვე ყაზბეგს აქვს შანსი, რომ 5 ქულამდე გაზარდოს უპირატესობა. დარტყმას როგორც ხედავთ დავით იმნაძე შეასრულებს. არც ისე მარტივი პოზიციიდან. ემზადება იმნაძე დარტყმის შესასრულებლად. დარტყმა არაზუსტია, უცვლელი რჩება ანგარიში 20-17 სამქულიანი უპირატესობით დაწინაურდა სტეფან წმინდის ყაზბეგი. 20 წუთზე ოდნავ ნაკლები მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე. განაახლავა შეხვედრა გიორგი თევდორაძემ მეორე ზონაში დაკიდებული ბურთი. უშეცდომოდ ითამაშეს სტეფან წმინდელებმა, შეკრეს მოლი. იწევს წინ ყაზბეგის მოლი, ხოლო ახლაღა გადავიდა მიწაზე და იქვეა მარგალიტაძე, რომელიც ცდილობდა ამ ბურთის გამოტანას, თუმცა დაჯარიმდნენ სტეფან წმინდელები.
სწრაფადვე გაათამაშა იავი მაიმ, თავად შეუტია, წაიღო, მოიგო რამდენიმე მეტრი. გამოიტანა ბურთი თავადზემ, დაარტყმევინა მორკინალებს. თავადზე მოძებნა იქვემყოფი ბურჯალიანი, ზურგს უკან გაკეთებული პასები. ბურჯალიანის მორიგი მიძალება, ამოუგდო ბურთი თანაგუნდეს, კონტაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაკარგეს არესელებმა. იმატა შეცდომებმა მატჩის მიწურულს. კარგი შანსი მოწყვრიშვილს დაველოდოთ მის დარტყმას. თუ რამდენად კარგ შესატევ პლასტარს შეუქმნის ყაზბეგს. შვენიერი დარტყმა გამოუვიდა მოწყვრიშვილს, მეტოქის 22 მეტრიანთან იქნება სტეფანწმინდელების დერეფანი. მიემართება გელა მახარაშვილი ბურთის მოსაწოდებლად. ამ კომპონენტში უშეცდომოდ თამაშობენ სტეფანწმინდელები, მათივე ყველა დერეფანი დამაჯერებლად მოიგეს. თუმცა როგორც ჩანს ეს აღმოჩნდა ის პირველი გამონაკლისი, როდესაც კარგად გაუშიფრა არესმა კომბინაცია და ოპარეს ბურთი დერეფანში, შემდეგ უკვე ფეხის ძლიერი დარტყმით გადაიტანეს ბურთი მეტოქის ნახევარზე, მივიდა მოწყვრიშვილამდე, დაუმიზნა ცარიელ ზონას მოწყვრიშვილმა, თუმცა კარგად წამოიღო ბურთის შეცვლაზე შემოსული მოთამაშე. გახლავთ ლეჟავა, კარგად იარა ლეჟავამ. ფეხით მთაზე გაკეთებული გადაცემა. ძნელაძე გადააწოდა ძნელაძემ კობახიძეს, რომელმაც ასევე კარგად იარა და მოიგო მნიშვნელოვანი მეტრები. თავადზემ სწრაფად გამოიტანა. ხელდახელ ჩაათამაშეს ქუთაისელებმა, ფეხით შეცურებული ბურთი, ვნახოთ ვინ იქნება ამ ბურთზე პირველი და როგორც ჩანს პირველი იყო ნიკა ბაგაშვილი, რომელმაც დაამიწა საკუთარ ჩათვლის მოედანზე. სტეფანწმინდელები განაახლებენ შეხვედრას. ცოტა გარისკა არესმა. თითქოს იკითხებოდა, რომ შეეძლოთ ამ შეტევის ხელდახელ წამოღების და უფრო ხეირიანად გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა ფეხით შეაცურეს ბურთი და შემდეგ უკვე პირველი აღმოჩნდა ამ ბურთზე ნიკა ბაგაშვილი. იმნაძე გამოვიდა საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ფეხის ძლიერი დარტყმით. ჩაუვარდა ბურთი ხელში პიტა იავიმაის, თავადვე წამოიღო იავიმაიმ, თუმცა კარგი კონტაქტი დაახვედრა ზაგაშვილმა. თავადზე გადააწოდა იქვემყოფ მორკინალებს, გიგაშვილმა შეუტია. მორიგი დარტყმა მორკინალებით გაგლეჯვაზე წავიდა არსენ მაჩალაძე, სწრაფად გამოიტანა თავადზემ, ხელდახელ ჩათამაშებული ბურთი მივიდა კვესელავამდე, რომელსაც ბაგაშვილმა დაახვედრა კარგი ბოჭვა. ბურჯალიანი გადაკვეთა უპირატესობის ხაზი ბურჯალიანმაც. მორიგი მიძალება მორკინალებით, ამჯერად კარგად იარა კობახიძემ. არასუსტი ქმედება, თუმცა შეინარჩუნა ბურთი არესმა ნიკა ძნელაძე. რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ შეუმაგრა ბურთი. ბურჯალიანი ვნახოთ რას მოიფიქრებს, აღმოჩნდა ორი ბოჭავის წინააღმდეგ, დაახევინეს უკან ბურჯალიანს, იავი მაი, ასევე კარგი ბოჭვა მიიღო მანაც, საპირისპირო ფრთაზე წამოიღეს, ფინაუ თავად იარა, შემდეგ უკვე არაზუსტი ამოგდება და ვერ შეძლო ამ ბურთის შენარჩუნება გივი ლეჟავამ. გადაკვეთა ბურთმა მოედნის ხაზი. აი ვიხილავთ სტეფანწმინდელთა დერეფანს. კარგად დაიცვა მორიგ ეპიზოდში თავი ყაზბეგმა. გვარიანად დაახევინა მეტოქის უკან და საბოლოოდ მოედნის ცენტრის მისადგომებთან იქნება მათი დერეფანი.
ისარგებლოთ პაუზით და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მატჩის ამ შედეგით დასრულების შემთხვევაში ყაზბეგი გარანტირებულად შეინარჩუნებს ადგილს დიდი 10-ის მომავალი სეზონისთვის. გაჩერებულიათ, რომ აღმოუჩენენ დახმარებას ყაზბეგის მოთამაშეებს და განახლდება მათი დერეფნით შეხვედრა. როგორც ჩანს, სისხლისძის გიორგი ზაგაშვილს დაუმუშავებენ ჭრილობას. არაფერი სერიოზული გრძელდება შეხვედრა. ხორციელდა ცვლილებაც ყაზბეგის შემადგენლობაში, როგორც ჩანს, დათო ლაზვიაშვილი ვერ შეძლებდა მატჩის გაგრძელებას, შემოვიდა მოედანზე რეზი მარგალიტაძე და მათე დაძრულიძე. ბოლომ ხტომელზე მოწოდებული ბურთი მახარაშვილის არც ისე დამაჯერებლად მოიგეს სტეფან წმინდელებმა, საბოლოოდ მარგალიტაძე იძულებული იყო, რომ ფეხი მიერტყა ამ ბურთისთვის და გადავიდა ბურთი არესელთა კონტროლის ქვეშ. თავაძემ დაარტყმევინა მიქვემყოფ არსენ მაჩალაძეს. სწრაფადვე გამოიტანა რაქიდან თავაძემ, ხელდახელ ჩაათამაშეს ქუთაისელებმა ხაზის გაჭრის მცდელობა. ყურადღებით ითამაშა ყაზბეგის დაცვამ. თავაძე ერთი მიცალება, ამჯერადაც ორინბოჭავის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ სტუმრები. სუკან სწრაფად ჩათამაშებული პასები, წამოიღო ბურთი თევზაძემ, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, გადავიდა არესი მეტოქის ნახევარზე. თავაძე ცდილობდა ახლა სიჩქარე აკრეფილი კობახიძისთვის ბურთის გატანებას, თუმცა არაზუსტი ქმედება დაუვარდა ბურთი. შემტევს იქნება კიდევ ერთი შერკინება მატჩის 62-ვე წუთისთვის. კონტაქტის არეში საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად თამაშობენ დღევანდელ შეხვედრაში სტეფან წმინდელები. მოეწყო შერკინება, სტაბილურია შეაგორა ბურთი მარგალიტაძემ და მისცა ბიძგი ყაზბეგმა. გამოიტანეს სწრაფადვე შერკინებიდან, წაიღო ბურთი ძნელაძემ. მარგალიტაძემ მოძებნა იქვემყოფი მორკინალი, მათე დაძრულიძეს დაარტყმევინა. მარგალიტაძე კვლავ ფეხით დაკიდა საბრძოლო ბურთი. უშეცდომოდ ითამაშა ამ ბურთზე ლეჟავამ, თუმცა შემდეგ უკვე ორინბოჭავის ხელებში აღმოჩნდა, გადაიყვანეს მიწაზე. ლეჟავა გრძელდება არესის შეტევა, სწრაფად ჩაათამაშეს ფრთაზე. კარგი მოძრაობები არესის ლეგიონერის, მოიგო მნიშვნელოვანი მეტრები და საბოლოოდ დააჯარიმა კიდეც მეტოქე. გიგა ჯულუხაძე გახდა ამ ეპიზოდში დაჯარიმებული. წესების დარღვევით ცდილობდა ჯულუხაძე ამ ბურთის მოპოვებას. გადაიტანს ბურთს კიდეზე გიორგი თეოდორაძე. საკმაოდ კარგადაც მეტოქის 22 მეტრიანში იქნება ქუთაისელთა მორიგი დერეფანი. ნახოთ წინა ეპიზოდებში ამ კრიტიკულ ფაზაში კარგად შეძლო ყაზბეგმა თავის დაცვა.
გაშვებული ლელოსა და ჯარიმის გარეშე პირიქით საწინააღმდეგოდ მეტოქეც დააჯარიმეს და დაახევინეს უკან. ნახოთ ამჯერად რომელი გუნდი ითამაშებს უფრო ეფექტურად დაახლოებით 20 მეტრი მეტოქის ლელომდე. ქუთაისელთა დერეფანი დაკარგეს ბურთი კიდევ ერთხელ დერეფანში. ქუთაისელებმა და საპირისპიროდ კარგი შეტევის წამოწყების შანსი ყაზბეგს. აკრიფას ისტრაფე სტეფანწმინდელმა მოთამაშემ კარგი ბოჭვა აქ. თუ არ ვცდები ფინალში შებოჭა და დააგდო ყაზბეგელთა შეტევის ტემპი. საბოლოოდ უკვე რაგში დაჯარიმდნენ სტეფანწმინდელები. იმატა ჯარიმებმა მატჩის დასკვნით 10 წუთიან მონაკვეთში. კარგი შანსი თეოდორაძის, რომ საპირისპირო ფრთაზე კიდევ უფრო კარგ პოზიციაზე მოუპოვოს დერეფანი საკუთარ გუნდს. ასეც იქცევა მეტოქის 22 მეტრიანში იქნება არესის დერეფანი დაახლოებით 10 მეტრი მეტოქის ჩათვლის მოედნამდე. მივიდა ბურთთან გოგა კობახიძე. ორი ხელით მარტივად მოიპოვეს ამჯერად დერეფანში ბურთი არესელებმა, შეკრეს მოლი. მისცეს ბიძგი ქუთაისელებმა, კარგად იარა კობახიძემ, გადაიყვანეს საბოლოოდ მიწაზე წესების დარღვევის გარეშე. ნახოთ როგორ განვითარდება ეს შეტევა, კიდევ ერთი მიძალება არესელების. მამაჩი რამდენჯერმე ვიხილეთ უკვე მათი დაახლოებით 10 ფაზიანი შეტევები, რომელიც საბოლოოდ დასრულდა შეტევაში დაჯარიმებით. კიდევ ერთი მოკლე დარტყმა. ამჯერადაც კარგად იცავს თავს სტეფანწმინდის ყაზბეგი. მორიგი მცდელობა. კიდევ ერთი მიძალება თავგანწირვით იცავენ თავს სტეფანწმინდელები. ფაქტობრივად სხვა გამოსავალი არც აქვთ მათ. დამღუპველი იქნება ახლა მათთვის ლელოს გაშვება იმდენად მცირე დროა დარჩენილი. მორიგი დარტყმა მაჩალაძემ წაიღო, ამჯერადაც მოკლე აღმოჩნდა. ამსადებს პოზიციას არესი კიდევ ერთი დარტყმის განხორციელებისთვის. მიიღო მხოლოდ ახლა ჯარიმის უპირატესობა და შეძლო არესმა საბოლოოდ მეტოქის დალელოვება. შეცვლაზე შემოსული რუსლან გიგაშვილი გახდა ამ გატანილი ლელოს ავტორი. 20-22 კიდევ ერთხელ დაწინაურდა არესი დღევანდელ შეხვედრაში. დიდი ენერგია ჩადო ყაზბეგმა ამ შეტევის მოგერიებაში, თავის დაცვაში, თუმცა ბოლო ფაზაში მაინც გატყდა სტეფანწმინდელთა დაცვა. ჯერ მოიპოვა ჯარიმის უპირატესობა არესმა, შემდეგ კი პირველივე მიძალებაზე გადადეს ბურთი სტუმრებმა. 20-22 დაველოდოთ გარდასახვის შესრულებას 5 წუთზე ოდნავ მეტი მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დროის ამოწურვამდე. გიორგი თევდორაძის გარდასახვა არაზუსტია 20-22 უცვლელი რჩება ანგარიში და ამ შემთხვევაში ყაზბეგს შანსი აქვს რომ გატანილი ჯარიმით კიდევ ერთხელ დაწინაურდეს დღევანდელ შეხვედრაში. 5 წუთზე ოდნავ მეტი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ძირითადი დროის დასრულებამდე. საკუთარ 22 მეტრიანში ქუთაისელები საბოლოოდ ფეხის ძლიერი დარტყმით გამოდიან.
არც ისე შორს რამდენიმე მეტრით. ხოლო მეტოქის 22 მეტრიანის მისადგომებთან ეკნებათ ახლა სტეფან წმინდელებს დერეფანი. ემზადება მახარაშვილი ბურთის მოსაწოდებლად. პირველივე მხტომელზე მარტივად ორი ხელით მოიგეს ბურთი სტეფან წმინდელებმა, შეკრეს მოლი, აკონტროლებს ამ ბურთს მახარაშვილი და კარგი ბიძგი მისცა ყაზბეგმა, კარგი წინსვლა სტეფან წმინდელების. მოინაცვლა ღერძი მოლმა. კვლავ წინ მიწევს, მოეხსნა მარგალიტაძე, გადააწოდა იქვემყოფ მოძღვრიშვილს, მძიმე ბოჭვა მიიღო მოძღვრიშვილმა, თუმცა შეძლო ბურთის შემაგრება, შემდეგ უკვე აბესაძემ წაიღო ბურთი. მარგალიტაძე ცდილობს შეტევის განვითარების მიმართულების მოძებნას და არტყმევინა იქვემყოფ მორკინალს. მარგალიტაძე გადააწოდა ზაგაშვილს, ზაგაშვილის მიძალება. კიდევ ერთი წაღება სტეფან წმინდელების, მოიგეს რამდენიმე მეტრი. იავი მაიცდილობდა ამ ბურთის მონადირებას. აწუხებენ, მაგრად ჩაუსხდნენ არესელები და საბოლოოდ ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდში შეძლო ქუთაისის არესმა მეტოქის დაჯარიმება. ყაზბეგის მწვავე შეტევა გაანეიტრალეს არესის მოთამაშეებმა, გადაიტანეს ბურთი საბოლოოდ კიდეზე. არ გამოუვიდათ კარგი დარტყმა. რჩება ბურთი მათსავე ნახევარზე, მეტიც 22 მეტრიანში იქნება დერეფანი. ისმაილ მარსაგიშვილი ჩაერთო დღევანდელ შეხვედრაში. გოგა კობახიძე მოაწვდის 22 მეტრიანში ბურთს, ბოლო მხტომელზე გაჭირვებით, მაგრამ შეიმაგრეს ბურთი არესელებმა. და საბოლოოდ თევდორაძე ფეხის ძლიერი დარტყმით გადაიტანა ბურთი შორს. ადგილზე უშეცდომოდ ითამაშა ამ პირველ დაკიდებულ ბურთზე მოძღვრიშვილმა მარგალიტაძე. ნახოთ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს შეტევა. მიიღო ჯარიმის უპირატესობა ყაზბეგმა. შეცვლაზე შემოსული ქუშაშვილი თავად მიეძალა ქუშაშვილი. ალიბეგაშვილი გადააწოდა ზურგს უკან თანაგუნდელს. მოძღვრიშვილი ხელდახელ ჩაათამაშეს სტეფან წმინდელებმა. მივიდა ამ ბურთის გამოსატანად ძნელაძე. მარგალიტაძე სწრაფად გამოიტანა რაქიდან, გადააწოდა იმნაძეს. იმნაძემ ალიბეგაშვილი მოძებნა, ცრუ მოძრაობები და კარგი ბოჭვა დახვდა ალიბეგაშვილს. კიდევ ერთი მიძალება სტეფან წმინდელების. იმნაძე, ნახოთ რა გაგრძელებას მოიფიქრებს. იმნაძე გადააწოდა ძნელაძეს, კარგად იარა. ტოქის 22 მეტრიანთან მიუახლოვდნენ 22 მეტრიან. სტეფან წმინდელები გაჭრა ხაზი იმნაძემ და შესანიშნავი ლელო. ისარგებლა მეტოქის ამ შემთხვევაში უყურადღებობით დავით იმნაძემ და ვინ იცის თუ რა მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა სტეფან წმინდის ყაზბეგისთვის. მატჩის დასრულებამდე, ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე დავით იმნაძე ხდება გატანილი ლელოს ავტორი. 25-22 ანგარიში დაწინაურდა ყაზბეგი და ძალიან ახლოს არიან სტეფან წმინდელები მათთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებამდე. საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გამოგვივიდა, ხშირად შეიცვალა
ლიდერი დღევანდელ შეხვედრაში დაწინაურდა თავდაპირველად ყაზბეგი, შემდეგ არესი, შემდეგ ყაზბეგი, კვლავ არესი და მატჩის მიწურულს უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა დავით იმნაძემ, სწორედ ის შეეცდება თავისივე ლელოს გარდასახვას და ზუსტადაც მოახერხა ეს ყველაფერი 27-22. ყაზბეგი ძალიან ახლოს არის გამარჯვებასთან, ერთი ნაბიჯი აშორებს ფაქტობრივად ყაზბეგს გამარჯვებამდე და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ყაზბეგი ამ მატჩში იყო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული და დღეს გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებდა ადგილს დიდაჩი და ასეც ხდება, დრო გასცლებული იყო, დასრულებული მარგალიტაძემ გადაიტანა ბურთი პირდაპირ კიდეზე 27-22 გაიმარჯვა ყაზბეგმა, შეინარჩუნა დიდაჩი ადგილი, ულოცავ სტეფანწმინდის ყაზბეგს და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას, ასევე მადლობა გადაუხადოთ ქუთაისის არეს მატჩის ბოლომდე გამართული ასეთი ბრძოლისთვის, თავის მხრივ საკუთარი ინტერესი არესაც ჰქონდა, მოგების შემთხვევაში შეეძლოთ რომ გადასულიყვნენ პირველ ადგილზე, საპირისპიროდ ამ მარცხის შემდეგ შესაძლოა გუნდმა დაკარგოს მეორე პოზიციაც და ჩამოქვეითდეს მესამე ადგილზე, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და დიდი დატვირთვის მატარებელი ეს გამარჯვება სტეფანწმინდელებისთვის იყო, მათ შეძლეს ამ პრინციპულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება და დიდაჩი ადგილის შენარჩუნება. რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში თქვენთვის ლევან მათეშვილი ვმუშაობდი. მადლობა მაყურებელს, მე კი დროებით გემშვიდობებით.